შემიშვით. აუტი. და ფეხბურთი რო ორმა თამაშეს, ესე აღმოჩნდი კალათბურთში და 13 წელი ვითამაშე. საქართველოს ჩემპიონი მეც ვარ. საუკეთესოც ვიყავი, ისიც ვიყავი, ესეც ვიყავი, მაგრამ არაფერი არ იცით, იმიტომ რომ ქალებზე არაძროს არავინ არაფერს არ ყვებოდა. ხო და ეხლა მე მოვყვები ყველაფერს. დავა მოვიდა გოგოებოლა ჩვენ ერთ დიდ ოჯახს გავმართ არიცი გული ამიჩქარდა შვიდად და ალბათ თქვენი სწრაფად დაგა ვიცად უფრო მე გასაწყისი გიგნა წარმატებული თამაში ყავს and everyone okay Давай. პირველად ვარ ქალთა ფეხბურთის საყურებლად მოსული. ორი უძლიერესი გუნდის თამაშის დამსწრე ვარ. მოკლედ ერთი არის ნიკოლუსო და მეორე არის ლანჩხუთი, რომელიც ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი გოგონებით არიან დაკომპლექტებულები, ესე რომ ვთქვა და მოკლედ საინტერესო მატჩი გველის წინ და ეს ყველაფერი ტარდება დიდ დიღომში. რა ქვია ამ სტადიონს არ ვიცი. დიდი წვანე სკოლის რაღაცა ხო? წვანე აი დიდ დიღომში ვართ მოკლედ და ეს ამბებიც ხდება აქვე ჩვენივე ქალაქში, ამიტომ ვფიქრობ ადამიანებმა უნდა უგულშემატკივროთ ჩვენს ქართველ სპორტსმენ გოგონებს და უფრო საინტერესო გავხადოთ ყოველი სპორტული დღე რა, ესე ვიტყოდი. დღევანდელი დღე იმით არის კიდევ გამორჩეული, რომ დღეს მაყურებელი არ ესწრება თამაშს გარკვეული მიზეზების გამო და ტრიბუნა ფაქტიურად ცარიელია. იხილეთ და შემდეგზე ვისურვებდი, რომ აი სავსე ტრიბუნით შევხვდეთ შემდეგ თამაშებს და გოგოების გულშემატკივრობის ხმა სამდე ადიოდეს. მე ამის იმედი მაქვს, რომ აქამდე მაინც მივალდა ამ კულტურას ქართველი ხალხი შევიმუშავებთ და შევიყვარებთ, რომ გოგონებსაც ჭირდებათ გვერდში დგომა და გულშემატკივარი. აიღო. წავიდა, არა უშავს. კაი, ერთი გოლია. წავიდა. აი, ყოველთვის იცი რა უნდა გაითვალისწინოს გოგოებმა? პირველივე გოგოებმა კი არ საერთოდ რა, პირველივე გაშვებულ გოლზე ან ნებისმიერ სპორტში რაღაცა პირველივე მარცხზე ეგრევე დუნდებიან რა. პირიქით რა, უფრო დიდი ჟილკა მიდით რა. ბურთი მრგვალია, ყველაფერი გამოსვლადია, ვაფშე ყველაფერი. ვაფშე ყველაფერი. ხო და მინდა რომ ეს რაღაცაირად ისე გაისესხორცონ რა, ბოლომდე ბრძოლა, ბოლო წამამდე რომ იქ შოუც დადგან და იქ თავის განავითარონ და არ ვიცი რა, ყველაფერი შესაძლებელია ამ ცხოვრებაში. მთავარია მოინდომო და ბოლო წამამდე მიიყვანო ისე როგორც საჭიროა რა. და ამ გზაზე მეხმარება სანდომი, ჩემი პირველი კომპანია, რომელმაც მხარი დამიჭირა და მინდო და ზუსტად ვიცი რომ ბევრ ახალ სიტყვას ვიტყვით ქართულ ქალთა სპორტში. მადლობა. აი ნახე, ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე სპორტში და დისციპლინა და ყველაფერი მიდის იდეალურად. არ უნდა აიჭრა არც ერთ წამზე რა, ბოლომდე მიიყვანო უნდა შენი საქმე. ესე ვფიქრობ. ცოტა გოგონები ანერვიულებული არიან, ლანჩხუთის გოგონები და ცოტა სიმშვიდე ჭირდებათ და მგონია რომ ყველაფერს ძალიან მაგრად მიიყვანენ ბოლომდე რა. ბიჭო. ვერ მოვიგდე. შემიშვით. ჟილკა რა, ჟინი რა, ყველაფერს ცვლის მართლაო. ამით ორი უცებ ახლა და ძალიან მაგარი თამაში წავა მეორე ტაიმში. წავიდა რა. ერთ დღეს რო გავიქცე და შევარდი. ცოტა თვალყური მადევნა ყოლა შეიძლება რამე ისეთი გავაკეთო, რომ გაგვაგდონ აქედან. იმიტომ რომ გიჟდები, ჩემი ოცნება იყო ფეხბურთის თამაში, სულ აი არ ვიცი. არა, ნუ ადექით ახლა ცოტა უფრო ჟინი, ქალური ჟინი რა, ქალური ჟინი კიდე სხვა რაღაცაა რა. არ შეიძლება ამის ესე ჩაქრობა პირველივე წამებში. ხურდე. ემზადები ხო შესაძლოა. აუ რა კარგი მიღება ქონდა? შენ გენაცვალ, დავაი.
Данелия, Росгардис просто. სნექი გინდა? ეს გინდა? მოიცა ახალი მაქვს. მითხარი როგორია? მითხარი. Далია. კარგია? Далია. კარგია. შენ რო გაიზრდები ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე? ხო. ხო? მომავალი ჩვენი რესპონდენტი რო იცოდეთ. როგორ? წიქარიშვილი? ხო. სახელი? სახელი თამარ მეფე. თამარ მეფე წიქარიშვილი გავიცანით მეგობრებო. მინდი ბურძეში. ყველა პირობაა შექმნილი გოგონებისთვის და ძალიან მახარებს ეგ ამბავი. სალო. გაგუსინჯე რა დროს ფოტოების გადაღება? მეორე ტაიმი დაიწყო და ესეთი ანგარიშია 3-0. გაჩუმდი. 4-0. 4-ია უკვე. მეორე ტაიმი დაიწყო და პირველივე წუთებზე მეოთხე გოლი გაიტანა ნიკელუსოს ფეხბურთელმა გოგონებმა და მინდა ვაღიარო რომ ძალიან მაგრები არიან, ძალიან კარგად თამაშობენ და ძალიან სასიამოვნოა ამათი ყურება. ვფიქრობ რომ ყოველი გოგონების თამაში უნდა იყოს სავსე ტრიბუნით, იმიტომ რომ ქალბატონებს სხვანაირად არ ეკადრებათ. საინტერესო თამაშია, ჩემი უდიდესი პატივისცემა ორივე გუნდის ფეხბურთელებს და შემიძლია ყოველთვის გავაშუქებ ამ გოგონების შრომას და თავდადებას. ორივე გუნდი არის შევსებული ნაკრების ფეხბურთელებით, ანუ ამ გოგონებს უწევთ ნაკრებში ერთად თამაში და შეჯიბრებებზე გასვლას, გორებზეც ერთად ყოფნა და ნუ მოკლედ დიდი დროის ერთად ტარება რა. როცა ნაკრების თამაშია და შემდეგ ხდება ეს, რომ იყოფა ეს გუნდი და ერთმანეთში მიდის ჯახი რა და ამით კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ორი გუნდის თამაშს ეს ფაქტი რა. კარგი იყო. გოგონებმა მოიგოს 5-0 მოუგეს ლანჩხუთს. ერიდებიან კამერას. არ არიან მიჩვეული ქალები გადაღებას ესე ხშირად და უნდა შევაჩვიოთ, უნდა ილაპარაკოთ მეგობრებო, ბევრი უნდა თქვათ თქვენზე რომ გაგიცნოთ საქართველოს და მათ შორის მეც. აუ რა კარგია. აპატიეთ გურულებს რო ბალეშიკობდი, მაგრამ რა ვქნა გოგოებო, ძალიან მაგრები ხარ, ძალიან სასიამოვნოა, სიამოვნებაა თქვენი ყურება და შევერეთ ბოლომდე. როცა თამაშს იგებ, შენი პირველი ემოცია რა არის? ზოგადად ყველაზე სასიამოვნო არის, როდესაც შენი დონის და ხანდახან შეძლიერებულ გუნდსაც ხვდები ხოლმე, რაც იშვიათი არის საქართველოს ჩემპიონატში. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ რომელიმე შეურაცხყოფას ვაყენებ. ძირითადად თამაშს წარმოადგენდა და ვთვლი, რომ მაქსიმალური გააკეთეს ყველამ აბსოლუტურად, მეც რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად. და ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონიც კიდევ უფრო საინტერესო იქნება ამ ყველაფრიდან გამომდინარე. წარმატებები. მადლობა. უფრო ახლოს გაგიცნობთ ძალიან მალე გესტუმრებით. პირველი კომენტარი მჭირდება. კცხენია? რისი კცხენია? უნდა ილაპარაკოთ, რომ გაგიცნოთ ქართველებმა. არავინ არ გიცნობთ. არავინ როგორ არ გიცნობთ, მაგრამ ბევრი არ გიცნობს და მინდა რომ გაგიცნოთ და თქვენი შრომა დააფასო და მითხარი, სახელი გვარი და შენი პირველი ემოცია მოგების შემდეგ. ანასტასია უჩუგური. ჩემი პირველი ემოცია ძალიან გამიხარდა კონკურენტთან რომ მოვიგეთ თამაში. მეტი რა ვთქვა. რამდენი წლის ხარ? 16. და რამდენი ხანია ფეხბურთით ხარ დაკავებული? 8 წლიდან. და საიდან მოხვდი აქ? როგორ მოგინდა ფეხბურთელობა? რა, ჩემი ძმები ფეხბურთელები არიან და მაგათ გა. იქიდან წავა. ძალიან კარგი მიხარია, წარმატებები. მადლობა. მობეცი ჩემი მიკროფონი. აბა შენც, ბევრი წარმატება.
ძალიან საყვარლები არიან, არ ვიცი. ერთი დამრჩა? კესო. კესო. პირველი კომენტარი. როგორია შენი ემოცია, როცა იგებ თამაშს? ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი ხანი მომზადებოდი ამ თამაშისთვის და მიხარია რომ გავიმარჯვეთ. ძალიან კარგი, რამდენი წლის ხარ და სახელი და გვარი მითხრა? მე ვარ კესო მეტოინძე, 17 წლის. და რამდენი ხანი ამ სპორტით ხარ დაკავებული? 5 წელია. საიდან მოხდი? მე ფეხბურთს თამაში დავიწყე რაჭაში და შემდგომ აქ გადმოვედი და ვაგრძელებ თამაშს. წარმატებები. მადლობა. მადლობა რომ ესეთი მაგრები ხართ. ლექსო მე თავია. მითხარი ხარავ. მითხარიო. ვინ რა უნდა გითხრას? შენი ემოცია მაინტერესებს. როგორ უნდა გითხრას? ოკეი. TikTok-ში რო ყველა საუბრობ და ყველა არაფერს არ აკეთებ. საუბრობ. მოდივარ მე კამერით და არაფერს მეუბნები. ნუ კენწლი. კენწლი, მოდი შემეჯიბრე კენწლი. მოდი. მიდი. არ შეიძლება ბურთი? ვერ ჩალიჩე ფერდბურთს, მიდი რა გთხოვ. ვითალიჩე. მიდი რა. კარგი რა. კარგი, აღარ გინდა. მიდი ახლა გამიმეორე. პროსტო, შენ ახლა მე უნდა ბუცები გაცვია და ფორმა და ეგ სხვა ძალას გაძლევს კიდე რა. ოპა. ოპ, დადიოდა. გოლია. გოლია. სპორტსმენობა არის სიცოცხლე. თავიდან უნდა დავიბადო და გავხდე სპორტსმენი. ჯიგარი. მოვი გოგო. კაი, შოუს. მადლობა. ძალიან რაღაცნაირად უნდა გკითხო, მაგრამ ეს მაინტერესებს გულწრფელი რომ ვიყო. რას ფიქრობ, რისი ბრალია ესეთი ანგარიშით დათმობა თამაშის? რა თქმა უნდა ძალიან რთული თამაში იყო, არ ვარ შეჩვეული მსგავს სიტუაციებს, მაგრამ ფეხბურთია ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ახალი გუნდი ვართ, ვერ მოვახერხეთ ერთად შეკრების გავლა, ესე რომ ვთქვათ, უხეშად ერთი კვირა ერთად ვარჯიშობ და რა თქმა უნდა ამანაც იმოქმედა. მოწინააღმდეგე დღეს ჩვენზე უკეთესი იყო, მაგრამ ამით არაფერი არ თუნდება. წინ ძალიან ბევრი თამაშებია, ჩვენც უფრო გავძლიერდებით და უფრო ძლიერები დაბრუნდებით. კი ბატონო, ეგ მინდოდა. მადლობა დიდი. სახელი და გვარი მითხარი რომ გიცნობდე. ნინი ჩხარტეშვილი. კი ბატონო. კონკრეტულ ერთ პრობლემას ვერ ვხედავ რა, ალბათ რაღაცა ის ზედმეტი სურვილი იყო და მონდომება, რომელიც ვერ გადმოვიტანეთ მინდორზე. თუმცა ჯერ ყველაფერი ახლა იწყება, წინ 26 მატჩი არის და ასე რომ ძალიან ადრე არის საუბარი. ხდება, ფეხბურთია, შეჩვეულები ვართ, ბევრჯერ წამიგია, მაგრამ საბოლოოდ დადებითი შედეგი ყოფილა და ამიტომ ბრძოლას ვაგრძელებთ. და რადგან ეს ანგარიში მორჩა, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის და ჩემი გუნდებისთვის. კი ბატონო, ეგ არის ძალიან მაგარი. და მაინტერესებს გეხოცე მითხარი, რა ჩემპიონატია, რომ სწორად თქვათ ამ ყველაფერზე. ეხლა რა ტარდება, რას დავისწარებინე? საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, როგორც ელიგა არის მამაკაცებში. აჰა. კი ბატონო. უმაღლესი ლიგა. უმაღლესი ლიგა. ქალთა უმაღლესი ლიგა მიმდინარეობს საქართველოს ქალთა უმაღლესი კი ლიგა. ბატონო, და ეს იყო პირველი? მეორე ტური იყო. მეორე. მეორე ტური იყო. ზუსტად 8 მარტს დაიწყო ჩემპიონატი. ოკეი. კი ბატონო, წარმატებები. მეც აღარ შეგაწუხებ, მე უფრო კარგად და გემრიელად გაგიცნობ.